პირველ რიგში სოლიდარობა სინდისის პატიმრებს, პოლიტიკურ პატიმრებს, რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ვერ წარმოვიდგენდიო. მიუხედავად იმისა, რომ მე თავიდანვე გამიჩნდა ძალიან დიდი ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო კრემლის ნამესნიკი, ამას ხაზგასმით ვამბობ. მაგრამ ის რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აწუგე წოდებული პრემიერ-მინისტრი, უпроსტად ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი თუ აღმოჩნდებოდა ერთ სივრცეში, ერთ მაგიდასთან, ჩვენს მთავარ მტერთან, ამის წარმოადგენა მართლა ძალიან რთული იყო, მაგრამ დღეს ყველა ხედავს, რომ საერთოდ ბოლომდე ჩამოიხადა ნიღაბი ივანიშვილის ხელისუფლებამ. უბრალოდ ჰიპერბოლიზირება რომ მოვახდინოთ და წარმოვიდგინოთ, როცა გაყვრით ახსენა კობახიძემ ოკუპირებული ტერიტორიები. პუტინს რომ ეკითხა, აბა მითხარი რომელია ორი რეგიონი და ვინ არის ოკუპანტი. წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავარდებოდა ირაკლი კობახიძე. გულწრფელად გეუბნებით. ამას მართლა გულწრფელად შემეცოდა იგი. ისეთი სახით იჯდა, მართლა საცოდავად გამოიყურებოდა. ამ შეხვედრას უწოდეს და დაარქვეს დიქტატორთა კლუბი და მათი შეხვედრა. როგორი დიქტატორი გამოვა და როგორი დიქტატორია კობახიძე, ნუ ეხლა ხიმილის მომგვრელია ეს, მაგრამ ამ დიქტატორთა შორის კობახიძე მართლა საცოდავად გამოიყურებოდა. აი ისე გამოიყურება ჩვენი ქვეყანა დღეს სოფლიო ასპარეზზე, როგორც კობახიძე გამოიყურებოდა აშხაბადში. ეს არის გულის მომკვლელი და ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის. კი ბატონო. რა უნდა ყოფილიყო? აი თქვენ თქვით რომ ერთ თავადო აი პუტინს რო დაესვა კითხვა, აი თავად კობახიძეს რა შეეძლო ბატონ კახა? როგორ მეტი კონკრეტიკა შეეძლო დაუშვათ? არაფერი. მე იმიტომ დავსვი ეს შეკითხვა, რომ კობახიძე არ არის მთავარი ფიგურანტი აქ. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ივანიშვილია. ივანიშვილი არ არის მთავარი ფიგურანტი დღეს ოკუპირებულ, უკვე მთლიანად ოკუპირებულ საქართველოში. ივანიშვილი არის ნამესნიკი, რომელიც ხელმძღვანელობს კრემლის შმარგალკებით. კრემლია დღეს ხელისუფლებაში საქართველოში. დღეს კრემლი განსაზღვრავს ყველაფერს. კრემლი იძლევა დავალებებს, კრემლი იძლევა ბრძანებებს და კრემლის ნებასურვილზეა დამოკიდებული ის, რაც საქართველოში ხდება. ივანიშვილის დამოუკიდებლობის ხარისხი გადაწყვეტილების მიღების და მე ამისი რეალიზების საშუალება ძალიან მცირეა. ივანიშვილი საერთოდ ბოლომდე მოექცა კრემლის წნეხის ქვეშ, თუ მას მანამდე ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების უფლება და მართლაც ჰქონდა რაღაც დამოუკიდებლობის ხარისხი უფრო მეტი, რაც დრო გადის, უკვე ნათელი რჩება, ხდება რომ ივანიშვილი არ წარმოადგენს დე ფაქტო ხელისუფლებასაც. დღეს ხელისუფლებაში საქართველოში არის კრემლი და კრემლი განსაზღვრავს საქართველოს მომავალს. ძალიან ნიშანდობლივია ვოლსკის განცხადება. თუ გახსოვთ თქვენ აშხაბადის შეხვედრაზე, როცა მან ბრძანა. იქ წავიდაო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სადაც წდებაო ჩვენი ქვეყნის ბედი. ხვალინდელი წდება და იგეგმებაო. გარკვეულწილად მე ვეთანხმები ვოლსკის. დიახ, კრემლი გადაწყვეტს თუ ჩვენ მიუშვით და ქართულმა საზოგადოებამ თუ ეს დათმო და ბოლომდე არ იბრძოლა, კრემლი გადაწყვეტს. პუტინთან გადაწყდება კრემლში ჩვენი ბედი. აი ეს არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ. თორე ესენი რომ ვერ გადაწყვეტენ და ვერაფერს ვერ იზამნენ კრემლის გარეშე, ეს უკვე დღესავით ნათელია. კი ბატონო, და გადავიდეთ პოლიტიკური პატიმრების ნაწილზე, აი მოვისმინეთ ჩვენ კომენტარი, მათ შორის
ბელორუსთან პარალელები, თუმე კლიმატი განგვასხვავებს ყველაზე მეტად, არა პოლიტიკური ვითარებითაც განსხვავდებით თქვა ყაველაშვილმა და როდესაც იყო კითხვა, რა შემთხვევაში და როდის შესაძლოა შეიწყალოთ პოლიტიკური პატიმრები, ყაველაშვილმა უპასუხა, რომ თქვენ იმის იმედად იქნებით, რომ ლუკაშენკომ რაღაცაზე გარიგდა შეერთებულ შტატებთან და ამიტომაც შეიწყალაო პოლიტპატიმრები. რა სიტყვით ამაზე ფიქრობთ, რომ ივანიშვილის ხელწერა არის ზოგადად პოლიტიკური პატიმრებით ვაჭრობა და აი მაგიტომაც რაღაცა აგროვებს ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ყოველთვის იზრდება ხომ პოლიტპატიმართა რაოდენობა. ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ რაღაცა გამოივაჭროს დასავლეთიდან, მინიმუმ სანქციებს მაინც აარიდოს თავი. იცით რა, იმედები მინდა გაუცვლო ყველა იმას, ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილი გადაწყვეტს ევაჭრება თუ არა იგი დასავლეთს და გამოივაჭრებს თუ არა პოლიტპატიმრებს. საერთოდ ვაჭრობა და ესეთი რაღაცები ივანიშვილისთვის არ ახალია, კი, მაგარი ვაჭარია, მაგრამ ამ შემთხვევაში ესეც გადაწყდება ანაკრემში. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილს დამოუკიდებლად არავინ არ მისცემს იმის უფლებას, რომ ევაჭროს დასავლეთს თუ ამაში მონაწილეობას არ მიიღებს კრემლი და არ იქნება გათვალისწინებული კრემლის ინტერესები. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად შემიძლია ყაველაშვილს დავეთანხმო, რომ მართლა არავინ არ კითხავს ყაველაშვილს ერთი და მეორე. ყაველაშვილი და ლუკაშენკო არ შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ. დამოუკიდებლობის ხარისხი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ლუკაშენკოს უფრო მეტი აქვს, ვიდრე ყაველაშვილს, ბიძინა ივანიშვილს და მით უმეტეს ყაველაშვილს. ამიტომ მე ღრმადა ვარ ამაშიც დარწმუნებული. საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას განსაზღვრავს კრემლი, ივაჭრებს თუ არა კრემლი დასავლეთთან პოლიტპატიმრებზე, ესეც კრემლის მაგიდაზე გადაწყდება და რასაც გადაწყვეტს კრემლი, რაც გადაწყდება მოსკოვში, იმას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი. იმდენად სუსტია დღეს ბიძინა ივანიშვილი, იმდენად დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილი კრემლზე, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ ამას. ის მისი გადაწყვეტილებები გამომდინარეობს მხოლოდ კრემლის სურვილებისგან, თორე დამოუკიდებლად ბიძინა შეიძლება არც უდოდეს ვაჭრობა და გამოვაჭრება, მაგრამ როგორც კრემლი გადაწყვეტს, ისე იქნება. ამიტომ თქვენს ჟურნალისტამ მქონდა გუშინ ინტერვიუ და ეს შეკითხვა დამისვა და მაშინ მე უთხარი, რომ არა მეთქი, ბიძინა ივანიშვილი ვერ გადაწყვეტს ამას. ამას გადაწყვეტს კრემლი, როგორ იქნება და მე ბიძინა ივანიშვილი აღასრულებს კრემლის სურვილს. ვნახოთ რა იქნება, რა მდგომარეობაში იქნება ჩვენი ქვეყანა, რა მდგომარეობაში იქნება კრემლი, რა ვითარება იქნება უკრაინაში, დადგება თუ არა ის მომენტი, რომ დაიწყება ამაზე ვაჭრობა დასავლეთის მხრიდან და შეიძლება მხოლოდ დასავლეთმა, რა თქმა უნდა, ზეწოლის მეშვეობით გამოივაჭროს, არ მინდა ამ სიტყვის ხსენება, მაგრამ ხედავთ რა ვითარება, გამოივაჭროს ჩვენი პოლიტპატიმრები და დაათმობინოს კრემლს. ხოლო რაც შეეხება პროცესში მიიღებს ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობას, უბრალოდ ისევ ვიმეორებ, ამას ყველაფერს გადაწყვეტს კრემლი და კრემლის სურვილებს აღასრულებს ბიძინა ივანიშვილი. კი ბატონო. ბატონ კახა, აი თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გულისხმობ ქართულ ოცნებასთან და ივანიშვილთან ურთიერთობას. რა არის ის, რაზეც რეაგირებს ივანიშვილი, ესე ვთქვათ, აი რაღაცა რა არის მისი სისუსტე, როდესაც ის უკვე რაღაცა აი ვალდებულია რაღაც კომპრომისებზე წავიდეს, რა შეიძლება ასეთად აღვიქვათ? იცით რა, ბევრი რამ იყო დღემდე, აი ის რეაგირებდა. მაგალითად, მას ის ძალიან რთულად რეაგირებს პროტესტზე. მას ძალიან ძიმე დამოკიდებულება აქვს თავისუფალ ადამიანებთან. მას ყველაზე მთავარი, როდესაც ფინანსური პრობლემები აქვს, თავადაც თქვა, ფინანსური პრობლემები, მაშინ საერთოდ არაფერზე არ ფიქრობს და მხოლოდ აი ფინანსებისკენ და მისი ფინანსების გადარჩენისკენაა მისი ყურადღება გამახვილებული და მიმართული. თუმცა თქვენ წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილი ამ წლების განმავლობაში მაინც შეიცვალა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ ამას, იმდენად დიდია ზეწოლა კრემლზე,
იმდენად დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილი კრემლზე, რომ მე ეჭვი მეპარება ბიძინა ივანიშვილმა დღეს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. ყველანი ფიქრობთ, ეხლა თქვენს კითხვა დამისვით, იქიდან გამომდინარე, რომ რა შეიძლება მოხდეს. არაფერი არ შეიძლება მოხდეს. თავარია ჩვენ დასაყრდენი წავართვათ კრემლს საქართველოში. თავარია ქართულმა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს გაუწიოს ძლიერი წინააღმდეგობა. ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლა ნიშნავს კრემლთან დაპირისპირებას. თუ ჩვენ არ შეგვიძლია კრემლთან დაპირისპირება, თუ ჩვენ ფარხმალი დავყარეთ, მაშინ ბიძინას შეცვლად შეუძლია კრემლს, მეორე ბიძინას მოიყვანს და ისევ გააგრძელებს დიქტატურის ასე გაღრმავებას საქართველოში. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ ყველა ინტერვიუში, ყველასთან რომ ჩვენ ვუპირისპირდებით კრემლს და ჩვენი მიზანია საფუძველი გამოვაცალოთ კრემლს საქართველოში. მისი ხელისუფლებაა ეს არის ბიძინა ივანიშვილი, როგორც ნამესნიკი კრემლის, ჩვენ მაგარი შეცდომა დავუშვით, ჩვენ დღეს ვიმკით ამ შეცდომას, მე ამას პირდაპირ ვაღიარებ. რას გულისხმობთ შეცდომა? გულისხმობთ იმას, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილი უნდა წასულიყო, მაგრამ ქართული საზოგადოება უნდა ყოფილიყო იმ დონეზე, რომ არ დაეშვა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში და მერე ბიძინა ივანიშვილის მოსვლა ხელისუფლებაში. ეს იყო სპეცოპერაცია, მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ამას. თქვენ სად იყავით 2012 წელს მე ვებრძოდი მიშა სააკაშვილს და მე აღმოჩნდი მიშა სააკაშვილის მოწინააღმდეგე ბანაკში, მაშინ კიდევ ერთხელ ვამბობ ამას. ივანიშვილის გვერდით, თუმცა ივანიშვილის პარტიის წევრი არასოდეს არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ყველა მთელი თქვენც არწმუნებდით ხალხს, რომ მიშა უნდა წასულიყო და საქართველო ასე იყო და თქვენც წარმოიდგინეთ, დასავლეთიც არწმუნებდა ამაში, შაჰინი და რიში ჩამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ავიდნენ ბიძინასთან და ფაქტურად მათაც შეუწყვეს ხელი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლას. ეს იყო კატასტროფული შეცდომა. ამაში თავისი წვლილი მიხეილ სააკაშვილსაც აქვს, იმიტომ რომ მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ხელისუფლებასთან ბრძოლით საკუთარი თავიც დაიზიანა, ამით ისარგებლა კრემლმა, ჩვენ წავიქეცით ერთ მხარეს, მიშა წაიქცა მეორე მხარეს და ბიძინა ივანიშვილი შემოუშვა კრემლმა. ამიტომ გასაგებია ჩემი პასუხისმგებლობა, ყველას პასუხისმგებლობა ეს. ყველა უნდა მიხვდეს ერთ რამეს, ანანო. ჩვენ არ უნდა დაუშვათ ასეთი შეცდომები. ჩვენ არ უნდა მივცეთ კრემლს ახლა იმისი უფლება, რომ კიდე რაღაც პროვოკაციაზე წამოგვაგოს და ახალი ჰიბრიდული ომი დაიწყოს ჩვენს წინააღმდეგ. ხოლო რაც შეიძლება ყაველაშვილს ვერ გამოვტოვებთ, ყაველაშვილზე მინდა ვთქვა. ზანეთ. ნუ თუ არ ცხვენია ქართულ საზოგადოებას, რომ ასეთი პრეზიდენტი გავს. ოღონდ მე გულისხმობ არა მხოლოდ ოპოზიციას. ქართულ საზოგადოებას არ აურჩევია ყაველაშვილი. ოპოზიციას არამედ გულისხმობ ხოცებსაც. ქართულ საზოგადოებას არ აურჩევია, მაგრამ დღეს დე ფაქტო პრეზიდენტი ქვია ყაველაშვილს და ჩვენ რუსთაველზე ვინც ვდგევართ, ვინც ვეწინააღმდეგებით ამ ხელისუფლებას. ყაველაშვილი ყავს პრეზიდენტად. აი ეს არის სამარცხვინო. ეს არის უბედურება ჩვენთვის, ამას პირდაპირ ვამბობ. ჩვენ თუ გვინდა დასავლეთი, ჩვენ თუ გვინდა მომავალი, ჩვენ თუ გვინდა განვითარება, ჩვენ თუ არ გვინდა საბჭოთა კავშირში და რუსეთში დაბრუნება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ფარხმალი არ უნდა დავყაროთ. დღეს რუსთაველზე არა ვარ მე და უკრაინელების სოლიდარობის მიტინგი მართება დღეს და მე მინდა უკრაინელებს პირველ რიგში გამარჯვება და მხნეობა უსურვო და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო. მხოლოდ ბრძოლა, მხოლოდ წინააღმდეგობა გადაწყვეტ ჩვენი ქვეყნის ბედს. არც აშხაბადში და არც არსად არ გადაწყდება საქართველოს ბედი. საქართველოს ბედი წყდებოდა საქართველოში, კერძოდ რუსთაველზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევ რუსთაველზე გადაწყდება საქართველოს ბედი და საბოლოოდ ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს მარადიულ ნავსაყუდელში, ისტორიულ ნავსაყუდელში, რომელსაც ქვია ევროპის დიდი სახლი. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო.